ზარი გვაქვს პირდაპირ ეთერში მეგობრებო, გისმენთ? ალო? გამარჯობა. გისმენთ? გამარჯობა. მიხარია რომ თქვენი ეთერის საშუალებით შემიძლია ვისაუბრო რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების შესახებ და ერთ-ერთი მათგანი რუსეთსაც მე და მინდა გითხრათ რომ არის რეგიონში იმის რესურსი რომ ბავშვებმა რეალურად ძალიან კაი საქმე აკეთონ და ამის მაგალითს წარმოადგენს სწორედ ჩემი შემთხვევაც. საიდან გვირეკავთ? თქვენ. ბაღდათიდან გირეკავთ. აჰა. მოგუყევით აბა თქვენი შემთხვევის შესახებ. რას გულისხმობთ? რას აკეთებთ? ბაღდათში არის ერთ-ერთი ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია Youth to Georgia, რომლის PR მენეჯერი ვარ მე და აკეთებს ორგანიზაციას ბევრ რამეს რეალურად ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით, როგორიც არის ეკოლოგიური აქციები, ბავშვთა უფლებებისთვის, ასე ვთქვათ, საინფორმაციო აქტივობები, ადვოკატირების კამპანია, რომელიც ცდილობს, რომ ბავშვები ჩართონ თემისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და ამას გარდა არის კიდევ ჯანსაღი ცხოვრების წესის სერიოზული პროპაგანდა, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს ძალიან ბევრი აქტივობა წლის განმავლობაში სხვადასხვა თვაც დროის გათვალისწინებით. აი თქვენ თუ ეხლა კარგი PR აგენტი ხართ, ასე ვთქვათ, მაშინ შეგიძლიათ ეხლა გააპიაროთ თქვენი შემდეგი ღონისძიება, რომელიც აი ესეთი აქტიური ღონისძიება, რასაც გეგმავთ. ამ ეტაპზე რაც მიმდინარეობს რეალურად ორგანიზაციაში, ეს არის ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობა ორი კუთხით. ეს არის ახალგაზრდების ინფორმირების გაზრდა გარკვეული აქტივობების შესახებ, რომელიც აი რა აქტივობების შესახებ კონკრეტული ამბები რომ მოგვიყვეთ, რო გაგვეხარდება. ხშირად კეთდება ფილმების ჩვენება მაგალითად, გარკვეული ტიპის, ასე ვთქვათ, არტ ტიპში, ასე ვთქვათ, ხელოვნების კუთხით რაღაც ბევრი აქტივობა, თუნდაც ეკვა მუსიკალური დადგმები, ამას გარდა საინფორმაციო ტიპის სემინარები ბავშვთა უფლებებზე, ადამიანის უფლებებზე, თანასწორობაზე, გინდებზე და ასე შემდეგ, რაც რეალურად პრობლემატური თემაა. თქვენი სახელი მითხარით, თუ შეიძლება? დავითი. დავით, რამდენად აქტიურია თქვენი ახალგაზრდობა? ანუ აინტერესებთ ეს ყველაფერი და ანუ ერთვებიან თვითონ არაფერი არ გამოვა. თვითონ ერთვებიან, ანუ ეს ენთუზიაზმი არის, ხო? კი. არის დებატ კლუბები და ძალიან ბევრი აქტივობა კეთდება იმ კუთხითაც, რასაც ქვია ზოგადად მოხალისეობრივი როლის წარმოჩინება და მისი მნიშვნელობის გაზრდა რეგიონის დონეზე. თქვენ როგორ ფიქრობთ, ყველაზე პრობლემატური თქვენს რეგიონში ახალგაზრდებისათვის რა არის? რა გაკლიათ ყველაზე ძალიან? სკოლა როცა თავდება რეალურად არაფერი არ არის რომ აკეთო და დაკავდე ხობის ქონის საშუალებაც არ არის იმიტომ რომ შესაბამისი არც ინფრასტრუქტურა არსებობს და ადამიანური რესურსი ვისაც შეუძლია რაღაცა გაგიზიაროს და გარკვეული გამოცდილების მქონე ადამიანები ტიპები არ არსებობენ ვისაც შეუძლია ბევრი რამე გასწავლონ უბრალოდ და რაღაცისადმი ახალი ხედვა ჩაგინერგონ. აი ხა ჩვენ რაც ვნახეთ მაგალითად ის რგოლები რომელიც ვაჩვენეთ აი street workout-ის ხო ნახეთ ეს რგოლები აქ ფაქტიურად არავის არ გაუწევია არანაირი ორგანიზება ამის როგორც ჩათ. აი ეს ინფრასტრუქტურაც არ არის მაგალითად თქვენთან მსგავსი რაღაცა რომ მოხდეს. არ ვიცი. სტადიონი, ფეხბურთის სტადიონია. ფეხბურთი და ასეთი ტიპის ასე ვთქვათ სპორტული აქტივობები, რომელსაც რეალურად არც დიდი რესურსი ჭირდება როგორც თქვენთან, ხშირად ეკეთება, მაგრამ თვითონ workout-ის და სპორტული აქტივობებისადმი დამოკიდებულება შედარებით ისეთი ძლიერი არ არის, როგორც ასე ვთქვათ საინფორმაციო ბაზებთან წომისადმი ასე ვთქვათ დამოკიდებულება, იმიტომ რომ საჭიროება არსებობს ამისი. ინტერნეტის ამბავი როგორ არის ბაღდათში? გარკვეული ბავშვების ნაწილს მიუწვდება ხელი, გარკვეული ტიპის ბავშვებს არ მიუწვდება ხელი, იმიტომ რომ ზოგს ფინანსური პრობლემები აქვს, ზოგჯერ სკოლაში საერთოდ არ არის ინტერნეტი და ხანდახან ენერგიასთან წვდომა. სკოლები არ არის აღჭურვილი მთელი დღის განმავლობაში ინტერნეტით, ანუ ყველა სკოლა წესით უნდა იყოს ინტერნეტი. კომპიუტერული ტექნიკა არის, მაგრამ არის ინტერნეტი, რომლის სიჩქარეც იმდენად ძნელი არის, რომ რეალურად უბრალოდ ფორმალურად არსებობს ინტერნეტი იმისთვის, რომ ითქვას, რომ არის. დათო, უნდა გკითხო იმ სტუდენტებთან დაკავშირებითაც, ანუ ალბათ თქვენი რეგიონიდან მოდიან თბილისში სასწავლებლად, თუ არის შემთხვევები, როდესაც სტუდენტები უკან ბრუნდებიან, აი რამით თუ ხართ დაკავებულები, დასაქმების პერსპექტივა როგორია ბაღდათში? დიდი მადლობა, კაი საინტერესო შეკითხვაა. ორგანიზაციაში არის დაახლოებით 30 რომელიც სკოლის მოსწავლეა და მეც ერთ-ერთი მათგანია, მე 11 კლასის მოსწავლე ვარ, მაგრამ არის რამდენიმე სტუდენტი, რომელიც მათ ჩაბარა თვითონ ქუთაისში. ანუ ფიზიკურად თუ ახერხებენ სტუდენტები, რომ დაარჩინა ახლოს ბაღდათთან, იღებენ განაზღაურებას, რომელიც გრანტი აქვს ჩვენს ორგანიზაციას. ესეთი გრანტი აქვს მიღებული და ამ გრანტიდან გამომდინარე აქვს გარკვეული ტიპის ასე ვთქვათ განაზღაურება, ოღონდ აუცილებლად უნდა იყვნენ სრულწლოვანები, იმიტომ რომ არასრულწლოვანებზე კანონმდებლობის მიხედვით იგზალება ასე ვთქვათ ხელფასის გაცემა და ხალისება.
გასაგებია. დავით, ჩვენ აუცილებლად კონტაქტში ვიქნებთ, უკვე გვაქვს ურთიერთობა თქვენთან. ჩამატეთ თქვენი ორგანიზაციის ბუნლი, მაინც ჩვენთან დაგვიმატეთ აუცილებლად. კი, ახლა ვაპირებდი ზუსტად მაგას. და თქვენიც ეს გამოვიყენებთ, შეგიძლიათ ქართულადაც და ინგლისურადაც ინტერნეტში, Facebook-ზე Used to Georgia, ანუ ახალგაზრდები საქართველოსთვის მოძებნოთ და დალაიქოთ და იხლავთ ძალიან ბევრ აქტივობას. კეთილი და მასალას და ნახავთ რამდენად აქტიური ახალგაზრდები შეიძლება იყვნენ თუ არის ელემენტარული მონდომება და საჭირო ადამიანებთან წვდომა და კონტაქტი. კეთილი დათო ძალიან დიდი მადლობა დაკავშირებისათვის. უღმეს მადლობა. წარმატებას გისურვებთ. წარმატებებს გისურვებთ, რასაკვირველია.